კი ბატონო. Როგორ თქვა ზოგი ჭირი მარგებელია მე, მაგრამ მოდით ბარემ თქვი და ვიტყვი. ყველასთვის მე ვფიქრობ თვალსაჩინო გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია რუსთაველის გამზირი როგორც საპროტესტო კერა. ქვეყნის მთავარი გამზირი არის უმნიშვნელოვანესი პროტესტის კერა, მეტიც ეს არის მთავარი სიზარღვი იმ პროტესტის უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ქვეყანაში ადგილი აქვს უკვე ძალიან ბევრისთვის 76 დღე და ძალიან ბევრისთვის მე-7 წელიწადი და მე-10 წელიწადი და მე-2 წელიწადი. უნიშნულოვანესია, თუ არ იქნება რუსთაველის გამზირის პროტესტი და იქნება ხო აუცილებლად, მაგრამ დაუშვათ ჰიპოთეტურად ერთი წამით არ იქნება არანაირი პროტესტი. იქ სადაც სანამ დგას რუსთაველის გამზირზე ხალხი მანამ ის საკუთარ ქვეყანას ნიშნავს გეოპოლიტიკურ რუკაზე, ძალიან მკაფიო ფერებში. აი ასეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არის აღდგომა. ამიტომ შეუძლებელია დღეს დასაწყისში არ იყო ბევრი ხალხი და გაბედა ივანიშვილმა. გაბედა და არ იყო ადვილი ამ გამზირის სამართლიან გადაკეთვა დასაწყისში, ხო? თან მithumetes დღეს წყალი დღეს არ იყო და გაზი დღეს არ იყო და ნახევარ თბილისში და სახში ყოფნას ისტორიის სამსახურში დგომა ხო ჯობია, რაშიც დგას უმრავლესობა ქართველისა. უბრალოდ როგორც ჩანს დღეს მოვდუნდით და აღარ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან გამარჯვების მენტალობა არის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესში და რა არის გამარჯვების მენტალობა გავიმეორებ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ. როდესაც ჯიუტად ერთი და იგივე საკეთებდა მიისწრაფი მიზნის მიღწევისკენ და ამოცანის შესასრულებლად. ერთი და იგივეს კეთება არის უმნიშვნელოვანესი და შუქი არის გვირაბის ბოლოს და არა დასაწყისში. და ვიღაცა თუ დასაწყისში შუქი გვირაბის ვერ დაინახა, ეს ამას არ ნიშნავს, რომ ბოლოში არ იქნება გვირაბი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არ თუ დასაწყისში შუასაც გავწდით, ხო? და ზღაპრის ბოლოს კეთილი არის, ბოლო ოღონდ მიაქცეთ ყოდრო და არა დასაწყისი, ხო? ეს არის პროცესი, არ შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ დღეს საქართველოში ოპოზიციად განწყობილი ადამიანი თუ მას რაღაცა ფორს-მაჟორული მიზეზი არ აქვს და ღმერთო ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, ხო? ხო, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე საღამოს 3 საათით უბრალოდ არ არსებობს ქვეყანაში. ამიტომ როგორც დღეს ივანიშვილმა იგემა აი ეს ხალხის მუხტი და მუხტი 1-20-ად გაიზარდა, მას შემდეგ როდესაც ისინი მართლა ძალადობდნენ დემონსტრატებზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რა არა უშავს. ყველა დაკავებული გათავისუფლდება და ამ ქვეყანაში იფრიალეს ამაყად საქართველოს დროშა. უბრალოდ პანიკას არ უნდა თესვა ხალხმა. არ უნდა იმაზე აქცენტის გაკეთება არ არის საჭირო ჩვენი მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც დანახული გვაქვს, სად მივდივართ და მივდივართ არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებად, არამედ უნიკალური ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ პირველად გაჩნდა ეს შანსი, როდესაც კი არ ჩანაცვლება ხელისუფლება, ახალი ხელისუფლები, თუნდაც კოალიციური და არამედ ცვლილება მოხდება, დაფუძნებული სახელმწიფო იქნება ღირსებაზე, სწორღირებულებებზე და ფასეულობებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე. ამიტომ ახლა როდესაც განსაკუთრებით პოლიტპატიმრები არიან, იქ სადაც არ უნდა იყვნენ, ხატია. როგორ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რაღაცა არ გამოვა. ერთი წამით წარმოიდგინეთ ივანიშვილს ცალკბად მაინც თუ აქვს ნათქვამი კობახიძისთვის, აი ესე სხვა საკითხია რას ფიქრობს, მაგრამ ერთხელ მაინც თუ აქვს ნათქვამი ან გომელაურისთვის ან არ ვიცი ხარებასთვის პირობიდან, რომ იცი რა, მე თუ დავმარცხდი ბიჭო, მე ქვეყნიდან წავალ. აი დაშვებასაც არ უნდა აკეთებდეს აქედან, იცით რა, თუ ივანიშვილმა გვაჯობა, მე წავალ, არა, აპლომბით და რწმენით უნდა ვისაუბროთ, ეს ასე მოხდება. არ შეიძლება ამ დაშვებების კეთება, იქ სადაც ეს დასაშვები არ არის, არ მოხდება. ივანიშვილის გამარჯვება ქართულ ხალხზე არა, ქართულ ისტორიაზე, წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე არ მოხდება. უბრალოდ ეს არის ბრძოლა, ეს არის ყოველდღიური ბრძოლა და არ შეიძლება ამ ბრძოლის პროცესში წუწუნი. არის ბრძოლა საჭირო, ისევე როგორც იბრძოლა დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა აქ, სანამ მეორე ძალიან ბევრი ნაწილი ადამიანებისა მოვიძონდეთ და ხვალ უნდა ვიყოთ გაცილებით მეტი, რომ ერთმანეთის რწმენა გადამდები გახდეს. ეს არის და ეს ყველაზე სუსტი ავტოკრატიული რეჟიმია, ქართული ოცნების ავტოკრატიული რეჟიმი სოფლიოში. ყველაზე სუსტია კლასიფიკაცია რომ მოვახდინოთ. ავტოკრატიული რეჟიმებისა მთელი სოფლიოში ბოლო ადგილზე გავა, მაქსიმუმ დგას არ ვიცი 1000 კაცზე.
თბილისში გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი. რა თქმა უნდა, ხელს შეგვიწყობს თბილისში მყოფ ადამიანებს, საქართველოს მოსახლეობას, ბრიუსელით, სტრასბურგით, ვაშინგტონით ხელს შეგვიწყობს დაგვეხმარება, ისევე როგორც ამ ბრძოლაში, არ ვიცი, სანქტ-პეტერბურგი და მოსკოვი ხელს შეგვიშლის, მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და საქართველოს და თბილისი გაიმარჯვოს. და ხა ერთი წამითაც არ შეიძლება დაშვება ომში რეალურად ჯორჯ ვაშინგტონს აქვს ნათქვამი იდეალური სიტყვები და ამით დავასრულებ. ომში ჩართულ მხარეებს ბევრჯერ ორივე მხარეს გონია რომ ისაგებს ომს. ხალხენ გონიათ რომ აგებთ ომს, ხალხს მე ისიგებს, ვისაც ყველაზე მეტად ჯერა. მაგრამ იყავით და გამარჯობა გარდაუვალია. ეს არის სიმართლე, არავის არ ვამყრევენ. სიმართლეა. და ერთხელ არის აქ საჭირო მოსვლა, რომ ეს დაიჯერო და ეს ირწმუნო.